გერმანიის მთელი თავდაცვის სექტორი ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა სუბსიდიებზე დგას. ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა ამჟამად განთავსებული გერმანიაში. გონიათ ამერიკელი გადასახადების გადამხდელები გააგრძელებენ გერმანიის თავდაცვის სექტორის დაფინანსებას, თუ კი ამ ქვეყანაში შეურაცხყოფელი პოსტების გამო ციხეში ჩასვამენ ადამიანებს, რა თქმა უნდა არა. სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი ჩემი ევროპელი მეგობრებისთვის და მიმაჩნია, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. პრეზიდენტი ტრამპიც ასე ფიქრობს. თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს მეგობრობა უნდა ეფუძნებოდეს საერთო ღირებულებებს. თუ თქვენ ციხეში ჩასვამთ ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ მას სურს ქვეყნის საზღვრების დაკეტვა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ გვაქვს საერთო ღირებულებები. თუ თქვენ გააუქმებთ არჩევნებს იმის გამო, რომ მისი შედეგები არ მოგეწონათ და სწორედ ასე მოხდა რუმინეთში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან საზიარო ღირებულებები არ გაქვთ. ნუ თუ ასე გეშინიათ თქვენი ხალხის, რომ ძალის გამოყენებით გიწევთ მათი გაჩუმება და ისევ გქონდეს საერთო ღირებულებები, დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ დასავლურ სამყაროში. სწორედ ეს არის გზა ძლიერი ალიანსებისთვის ევროპაში. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.